რატომ გვესიზმრებიან გარდაცვლილი ნათესავები? გარდაცვლილი ახლობლების დასიზმრება ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და იდუმალი გამოცდილებაა, რომელიც ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ამ ფენომენს მეცნიერება და რელიგია სხვადასხვა კუთხით ხსნის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ხშირად არის ქვეცნობიერის მცდელობა, გაუმკლავდეს დანაკარგით გამოწვეულ ტკივილს. ტვინი იყენებს ნაცნობ სახეებს, რათა დაგვეხმაროს ემოციურ განმუხტვაში, ან დაასრულოს ის ეგრეთ წოდებული დაუმთავრებელი საუბრები, რომლებიც ადამიანთან სიცოცხლეში ვერ მოვასწარით. სულიერი და მისტიკური თვალსაზრისით კი, ასეთ სიზმრებს ხშირად ეგრეთ წოდებულ სტუმრობას უწოდებენ. ბევრ კულტურაში სჯერათ, რომ გარდაცვლილი ნათესავების სიზმრის მეშვეობით გვაწვდიან გაფრთხილებას, გვანუგეშებენ რთულ დროს, ან უბრალოდ გვახსენებენ, რომ ჩვენი კავშირი მათთან არ გაწყვეტილა. განსაკუთრებით ხშირია ასეთი სიზმრები გარდაცვალებიდან 40 დღის განმავლობაში, რაც რელიგიურ სწავლებებში სულის განსაკუთრებულ მდგომარეობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, ეს არის ჩვენი მეხსიერების თამაში თუ რეალური სულიერი კონტაქტი. ასეთი სიზმრები ყოველთვის გვიტოვებს განცდას, რომ საყვარელი ადამიანები, თუნდაც სხვა ფორმით, კვლავ ჩვენს გვერდით არიან. თქვენი აზრით, გარდაცვლილი ახლობლების დასიზმრება მხოლოდ ქვეცნობიერის მუშაობაა, თუ რეალური კავშირი იმ ქვეყნიურ სამყაროსთან? გამოიწერეთ არხი დროის მიღმა.